და კიდევ ერთხელ მივესალმები მათ ვის რადიოც მომართულია Star FM-ზე ვინც უყურებს Star Vision საეთერო სტუდიაში თქვენს განწყობაზე ზრუნვას თათაგანაგრძობს და მე როგორც დილის 9 საათიდან ვანონსებ გეუბნებით გთხოვთ რომ იყოთ ყურადღებით იმიტომ რომ დღეს ხუთშაბათია შესაბამისად Star Show-ს პირველი ბლოკი გულისხმობს იმას რომ თანაწამყვანი ხათუნა ნოელი იქნება ჩემთან ერთად რომელიც ისაუბრებს ასტროლოგიაზე ხათუნა კიდევ ერთხელ მოგესალმები დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის და მე მინდა აღვნიშნო რომ ჩვენი საუბრები ყოველთვის ძალიან საინტერესოა. და დარწმუნებული ვარ რომ არც დღევანდელი დღე იქნება გამონაკლისი. ჩვენ ვისაუბრეთ მთვარის ფაზებზე, მე მგონი რომ მსმენელმა ყველაფერი კარგად გაიგო და მოდით ახლა ვისაუბროთ იმ 12 ტიპის ადამიანზე. ჩვენ გვაქვს ასტროლოგიური 12 ნიშანი მოცემული და როგორც აზრებიც იყოფა. ახასიათებენ ყველას ერთნაირად, მაგალითად აი ყველა მორიელს ერთნაირად და მე სულ ვამბობ რომ მე რაღაცები სხვანაირი მაქვს. ალბათ ამის შესახებ არის აზრები სხვადასხვა. როგორც შეიძლება რომ 12 ტიპის ადამიანი იყოს ერთნაირი. დაგეთანხმები, აბსოლუტურად დაგეთანხმები და იმ სკეპტიკოსებსაც ყვერს დაუკრავ, რომ არავითარ შემთხვევაში 12-ვე ნიშანი, რა თქმა უნდა, არსებობს 12 ნიშანი, მაგრამ მათში შემავალი ადამიანები არ არიან ერთნაირები. საქმე იმაშია, რომ დღესდღეობით ასტროლოგიის, ნამდვილი ასტროლოგიის პარალელურად არსებობს ესე ეგრეთ წოდებული ყვითელი ასტროლოგია, ფსევდოასტროლოგია, ეს ჩემო კარგო, რომელიც ზუსტად იმას ქადაგებს რასაც მე აი საქმეში ღრმად არ ჩახედულები, ანუ ასტროლოგიასთან მხოლოდ ზედაპირულ შეხებაში მყოფი ადამიანები მე უწუნებენ უკვე რეალურ ასტროლოგიას გულისხმობენ, რომ აი ისაც ასეთივე მიდგომით უდგება ადამიანებს, რომ ყველას რაღაცნაირად მხოლოდ 12 ჯგუფად ყოფს, რაც სინამდვილეში ასე არ არის. როდესაც ნამდვილად ასტროლოგია ნიშნავს, ანუ გაზეთის ბოლო გვერდზე რომ არის ხოლმე ყოველდღიური ასტროლოგია. ყოველდღიური რომ წერია რომ დავუშვათ ყველა კუროს ან მერწყულს ან მორიელს იგივე ხო ელოდება შესანიშნავი დღე წარმატება სამსახურში ან როდესაც წერენ ახლა მოგახსენებთ რომ მე ყველაზე წარმატებული 3 ნიშანი ან ყველაზე სექსუალურები მორიელები ასე არ არის. ვინაიდან და რადგანაც ჩვენი დაბადების მომენტში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იმ ყველა სხვადასხვა პლანეტის განლაგებაცაზე, რომლებიც იქ ამაზე მინდო და მე მკითხა მე მგონი დღეს ძალიან ბევრი ადამიანია უკვე ვინც იცის თავისი ნიშანი და შესაბამისად და ზოგადად ახასიათება, მაგრამ ძალიან მცირე მიცეს პირადი პროგნოზის შესახებ, ხო? პირადი რუკის შესახებ და იქნებ დეტალურად გითხრათ, როგორ ხდება ამ რუკის შედგენა და რა არის მნიშვნელოვანი ამავდროულად დაბადების დრო, როგორც ვიცი, გადამწყვეტია დილით დავიბადებით, საღამოს და ასე შემდეგ, ხო? მე დეტალურად გვესაუბრეთ ამ საკითხზე. მხოლოდ დილით და საღამოს კი არა, წუთები წყვეტს ასე რა ქვია, წუთებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან ყოველ 4 წუთში ერთხელ პირადი რუკის განლაგება იცვლება ბადე და შესაბამისად ის პლანეტა რომელიც 4 წუთში ერთხელ, მაგრამ არა უშავს მაგრამ მარტო მზის მდებარეობითაც რომ ვიმსჯელოთ, ხო? მარტო მზის მდებარეობითაც რომ ვიმსჯელოთ, დღის განმავლობაში მზე იცვლის თავის მდებარეობას, ხო? არის ჰორიზონტზე, ზემოთ ზენიტში არის, შემდეგ ეშვება და ღამე ჰორიზონტს ქვემოთ არის. აი ამის მიხედვითაც რომ დავყოთ ადამიანები ჯგუფებად, აი თითოეული ჯგუფის წარმომადგენლებს, აი გლობალურად რო ავიღოთ, იმათ სხვა ხასიათი ექნება დილით დაბადებულ ადამიანებს, ღამით დაბადებულებს სხვა, საღამოთი სხვა და ასე შემდეგ. მიუყვეთ ახლა და თუ გაინტერესოთ ალბათ რას გულისხმობს სხვადასხვა ხასიათი. მუნდეთ იმაში, რასაც ვამბობ, ხო? ესე იგი, ისინი, ვინც ღამის საათებში დაიბადნენ, იმ დროს, როდესაც მზე იყო ჰორიზონტს ხას ქვევით, უფრო მეტწილად ორიენტირებულები არიან საკუთარ თავზე. თავიანთ თავში არიან ჩაღრმავებულები და როგორც ფსიქოლოგები იტყვიან ხოლმე, აქვთ ინტროვერტული ბუნება. ამიტომ ამ ადამიანებისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი თავი შეიცნონ და ამით არიან კიდევაც აქტიურად დაკავებული
დაავადებულები, მათ ნაკლებად აინტერესებთ რაიმე გარეგამოვლინება, არ აინტერესებთ კარიერა, არ აინტერესებთ რაღაცა წარჩინება, თანამდებობა, ამიტომ თუ თქვენი ოჯახის წევრი ძვირფასო მაყურებელო არის ღამის საათებში დაბადებული, ნუ ჩააცივდებით მას, რომ გინდა თუ არა აკეთოს კარიერა. მიეცით საშუალება დაკავდეს თავისი საყვარელი საქმიანობით, ეს შეიძლება იყოს შემოქმედება, ეს შეიძლება იყოს ბავშვებთან ურთიერთობა, შეიძლება ადამიანს აინტერესებდეს ფსიქოლოგია, შეიძლება აინტერესებდეს ისტორია, მოკლედ ესეთი ადამიანი ცდილობს გაერკვეს თავის საკუთარ თავში და ცხოვრების არსში. ანუ არ უნდა შეუშალოთ ხელი. არ უნდა ჩავერთ. შეძლების დაგვარად, ეხლა რა თქმა უნდა, ცხოვრება თავის რაღაც ნიუანსებს კი უკარნახობს, მაგრამ შეძლების დაგვარად უნდა ვეცადოთ, რომ ასე ჩვენი ოჯახის წევრები არიან და შევუწყოთ ხელი, ხო? აუცილებლად. თუ ჩვენი ოჯახის წევრი არის დილით დაბადებული ადამიანი ზოგადად გინდა ჩვენი გინდა სხვა არის დილით დაბადებული, როდესაც მზე ამოდიოდა, ის გაცილებით უფრო აქტიურია. ესეთი ადამიანი საკუთარ თავზეა ბევრად უფრო ორიენტირებული და ესე ცოტა კაცრად ვიტყვი, მაგრამ არ აინტერესებს სხვების აზრი. ხო. და ზოგიერთ საკითხებში შეიძლება ავტორიტარულიც იყოს. კი, ცუდი არ არის, იმიტომ რომ ყველაფერი ამისგან მიუხედავად ეს ის ადამიანების ჯგუფია, რომლებიც სხვებს აძლევენ იმპულსებს და ძალუძთ ამ ადამიანებს, რომ სხვები წაიყოლიონ რა გარკვეული კარგი მიზნებისაკენ, საკმაოდ ინტუიციურებიც არიან და ამიტომ ასეთი ადამიანისთვის მართალი გითხრა პარტნიორის ყოლას დიდად არ აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან დამოუკიდებლად შეუძლიათ საკუთარ მიზნებს მიაღწიონ. და აი ასეთი ადამიანის ოჯახის წევრებს რას ურჩევთ? რას ურჩევთ და არ ღირს მათთან კამათი. ჯობია მოусმინონ უფრო გულისყურით და თუ საჭიროდ ჩათვლიან, მიყვნენ კიდეც მათ გზას, იმიტომ რომ როგორც წესი, როგორც თქვი, ამ ადამიანებს კარგად განვითარებული ინტუიცია აქვს და უშეცდომოდ იციან ხოლმე რა არის მათთვის და ასევე სხვებისთვისაც საჭირო და კარგი გამოსადეგარი. შემდეგი ჯგუფი არის ის ადამიანები, რომლებიც მზის ზენიტში გომისას დაიბადნენ. ანუ დღის ადამიანები, ხო? ესენი უფრო მეტად სოციალურ წარმატებაზე არიან ორიენტირებულები, ადვილად ითვისებენ ყველაფერს, საკმაოდ კარგი ათვისების უნარი აქვთ და ძალიან სწრაფადაც ცდილობენ მიაღწიონ რეზულტატებს. ასეთი პიროვნებისთვისაც ცხადია, ოღონდ უკვე სხვა მიზეზების გამო ძნელია, რომ ყოველდღიურ წვრილმანებში იყოს ჩართული, საკუთარ თავში ჩასახედავად არასწალიათ ხოლმე და ხო, იმდენად არიან დაკავებული გარე რეალიზაციით და მათთვის რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან ფიგურას სხვა ადამიანების თვალში და გამუდმებით მიიწევდნენ წინ. ანუ განსაკუთრებული ამბიცია აქვს, ხო, ერთგვარი? რა თქმა უნდა, ამბიციურებიც არიან და გამოსდით კიდევაც სხვათა შორის ვერ ვიტყვი რა გამოსდით. გამთენიას და დილით დაბადებულებს შორის რაღაცა კავშირი არის, ხო, თითქოს ახლო? ჩვენ ახლა 4 გლობალური მაქსიმალურად ესეთი ჯგუფი ავიღეთ, რომ აღარ დავაწვევ, მანე რა თქმა უნდა იქნება განსხვავება, ამაზე ცოტა მოგვიანებით გეტყვით. ხო, ის ადამიანები, რომლებიც საღამოს საათებში დაიბადნენ, მზის ჩასვლის პერიოდში, ხო? ამ ადამიანებს უფრო მეტად პარტნიორულ მხარდაჭერაზე აქვთ ორიენტაცია აღებული, მათ ძალიან კარგად შეუძლიათ გარკვეული ესეთი მწვავე სიტუაციების გვერდის ავლა, კომპრომისებზე და დათმობებზე წასვლა, მაგრამ იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა აქტიურობა გამოიჩინონ, სჭირდებათ, რომ გვერდით ახლობელი და მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანების თანადგომას გრძნობდნენ. ასე ვთქვათ, ზურგი ქონდეთ გამაგრებული. თუ ამას გრძნობენ, მაშინ ეს ადამიანები ყველაფერს აღწევენ. ანუ ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი იქნება საღამოს და გამთენიას დაბადებული ადამიანის ურთიერთობა, ხო? იმიტომ რომ ის იმპულსებს მისცემს და ესეც გამაგრდება, ხო? როგორც მივხვდი. წინ სვლაზეა ორიენტირებული, ეს პარტნიორის მხარდაჭერაზე ორიენტირებული და საკმაოდ კარგი თანაცხოვრება გამოუვათ. კი. ასეთი ადამიანის ოჯახის წევრებს რა რჩევას მისცემდით? დედამ ხო ყველაზე კარგად იცის მისი შვილი რა დროს? რა თქმა უნდა, თუმცა ყველა დედას არ ახსოვს ზუსტი დრო, მაგრამ ასეთი
მიახლოებითი დღის მონაკვეთი მაინც ემახსოვრებათ, იმიტომ ვისაუბრე მხოლოდ დღის მონაკვეთებზე. თუ ადამიანი არის საღამოს საათებში დაბადებული, მისი ოჯახის წევრებს ვურჩევთ მეტი თანადგომა და ყურადღება გამოიჩინონ მისი წამოწყებების მიმართ, უფრო მეტად პარტნიორული და გვერდში დგომა გაუწევთ, ისეთი დახმარება სჭირდებათ ოჯახის. აი მე მაგალითად გაგანდოთ, მე ვარ გამთენიას დაბადებული, როგორც ბებო მეუბნებოდა, იმიტომ რომ დედას არ ახსოვდა რეალურად და მაღიზიანებს ესეთი ადამიანები, სიმართლე გითხრათ, აი სულ რო უნდა ცხვიცი მხარდაჭერა მიიღონ. ხო, იმიტომ რომ გამთენიისას დაბადებული ადამიანები, როგორც ვისაუბრეთ, პირველი ტიპის ადამიანებია, რომლებიც თვითონ არიან აქტიურები და როდესაც თვითონ არის ადამიანი აქტიური, გონია რომ სხვაც აქტიური უნდა იყოს. აი მე ძალიან მაწუხებს ეს საკითხი. ნუ აი სხვისი გამოძრავება, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ აი ბებომ გითხრა, რომ მაგრამ მიახლოებით გითხრა, ყველა მარიცის, ხო, თავისი დაბადების ზუსტი დრო. და ნუ აი მაშინ რა ქნეს ადამიანმა? ხო, აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ? არის რამე გზარით შეიძლება რომ გავარკვიოთ? რა თქმა უნდა, ისევ ასტროლოგია. ასტროლოგს თუ კი შეუძლია, რომ ადამიანს თუ დაბადების მომენტი იცის ზუსტი და გამოუთვალოს რაღაცა გარკვეული მოვლენა მის ცხოვრებაში, რომ აი ეს ამ დროს მოხდება, ასეთივე პრინციპით, როდესაც ვიცით კონკრეტული მოვლენები, განსაკუთრებით ესეთი ძირეული მოვლენები, როგორც არის თქვათ ქორწინება, შვილის დაბადება, ან ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა, ან რაღაც ავარიები თუ ასე შემდეგ ძირეული საკვანძო მომენტები ადამიანის ცხოვრებაში, უკუ ათვლით შეიძლება გამოითვალოს ადამიანის დაბადების ზუსტი დრო. და ამას კვალიფიციური ასტროლოგები ვახერხებთ, მართალია შრომა უნდა, მაგრამ არ გვეზარება. ძალიან კარგია, მე ამ თემას დაუბრუნდეთ რეკლამის შემდეგ, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე იცით კიდევ რა მაინტერესებს, თუ ყოფილა ესეთი შეკითხვები ხალხისგან, ჩვეულებრივად ადამიანებისგან, მე არ ვიცი რა დღეს ვარ დაბადებული, როდის ვარ დაბადებული, უბრალოდ თვე რომ იციან. არაფერი გზადაბნეულობა არიან და მოდიან თქვენ ყოფილა ერთი-ორი შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანი იყო აყვანილი და არ იცოდა ზუსტად რომელ დღეს იყო დაბადებული, იცოდა მიახლოებით და ვარაუდობდა, რომ შესაძლოა ის დღე, რომელიც ეწერა მას დაბადების მოწმობაში, არ იყო ზუსტი. და ასეთი კითხვით მომმართა, მაგრამ სამწუხაროდ ასეთ დიდ პერიოდზე ძალიან რთულია დახმარება და ამ შემთხვევაში დახმარებას ვერ აღწევ. შესაძლებელია 24 საათიანი ინტერვალში რომ დაეხმარო ადამიანს, როდესაც ესეთი ძალიან მოცულობითია პერიოდი, იქ უკვე ძალიან რთულია. ძალიან კარგი, დაგიბრუნდებით ჩვენ რეკლამის შემდეგ ძალიან კულტურის სამყაროს წამყვანი თემები. ბალანჩინის სპექტაკლების უფლება გვაქვს მიღებული, რომ ვიცეკოთ, ეს ნიშნავს, რომ დასის ხარისხი არის მაღალი. მინდა რომ ეს გამოცემაც ძალიან გვაქვს სურვილი, რომ გავრცელდეს უფასოდ ისევე, როგორც სხვა ეს გამოცემები ქართული გალობის აღსადგენა და მისი პოპულარიზაციისთვის. ინტერვიუები ხელოვანებთან. მეცადეთ, რომ ცოტა უფრო შორს წავიდეთ და ცოტა უფრო ზოგად საკაცობრიო დონეზე დავაყენოთ ჩვენი ქართული ამბავი დგება. ზოგიერთი ნაზის ინდივიდუალური შემოქმედების საღამოზე ჯერ ლაპარაკი არის. ბედნიერი, რომელსაც ყავს ასეთ ამდენი ვარსკვლავი. კვირის მთავარი მოვლენების მიმოხილვა. ყველა ის ტრადიციული ღონისძიება, რაც წლის განმავლობაში და გაზაფხულის განმავლობაში ტარდება ხოლმე, ყველა ეს ტრადიციული ღონისძიება, ძირითადად ფესტივალები, ასე ვთქვათ, გაგრძელდება. წიგნი მოდური გახდება ადრე თუ გვიან და ადამიანები გაიაზრებენ, რომ კითხვა არის პოპულარული და საჭირო ამბავი. ეს არის კინოპროდუქციის წახალისება და უცხო კინოპროდიუსერების მოზიდვა საქართველოში. უცნობი ფაქტები ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან. ეხლა როგორც სოსოდადის სისპერთეში მე დავდიოდი კაბინეტებში, მაგრამ
შედეგი არ იყო. დგება მომენტები, როდესაც პასუხისმგებლობის ხარისხი არ მაძლევს უფლებას დარჩა მხოლოდ ხელოვანი. მეც ეკვავდი როგორც ებითში, ასე დანიაში, ასევე ნახარ არ მინდა კოვენგარდეშიც ეკვავდი, რატო იქ არ აყავდა თავისი სოლისტები? ყოველ ოთხშაბათს 21 საათსა და 30 წუთზე სტარვიზიისა და რადიო სტარ FM-ის ეთერში აქტუალური თემა კულტურა. მედია პლატფორმა StarVizia ახლა უკვე ხელმისაწვდომია თქვენს მობილურ მოწყობილობებშიც. ჩამოტვირთეთ StarVizia-ის აპლიკაცია თქვენს მობილურში და აირჩიეთ ის, რაც მოსახერხებელია თქვენთვის ამ მომენტში. უყუროთ StarVizia-ს, უსმინოთ Star FM-ს, თუ წაიკითხოთ Newsday-ში. StarVizia. უყურეთ, უსმინეთ, წაიკითხეთ. ახლა უკვე თქვენს მობილურ მოწყობილობებშიც. გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ჩემი თანაწამყვანი ასტროლოგი ხათუნა ნოელი, ვინც გვისმენს და გვიყურებს, მე მგონი ყველამ კარგად იცის უკვე, რომ ძალიან კარგ რჩევებს და ასევე საუკეთესო ინფორმაციას ვიღებთ, რომელსაც ჩვენ გავაგრძელებთ. ხათუნა, ჩვენ ვისაუბრეთ პირად ჰოროსკოპზე, ასე ვთქვათ, და მე მგონი ყველაფერი გავიგეთ ხო დეტალური ინფორმაციისთვის. შეგიძლიათ რომ დაუკავშირდეთ ქალბატონს, შეგიძლიათ მოგწეროთ Facebook-ის გვერდზე ან SMS-ით კოორდინატები თუ გაინტერესებთ, მე ყველაფერს გეტყვით. და მე კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ესე ყური მაქვს მოკრული, ასე ვთქვათ, რომ მარსი ერთგვარად იცვლის მდებარეობას, რომელიც განაპირობებს ჩვენში რაღაცა სხვადასხვა ცვლილებებს იწვევს კი. ეს რამდენად მართალია? ესე იგი, ყველა პლანეტას აქვს გარკვეული ტრაექტორია, რომლებიც ხან არიან დირექტული, ანუ წინსვლითი და ხან არიან უკუსვლითი. გარკვეული პერიოდის მანძილზე მარსი იყო უკუსვლითი, ახლა ძალიან მალე კვირის ბოლოს მარსი შეიცვლის თავის სვლაგეს და გახდება წინსვლითი, რა ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის. იმიტომ რომ გარკვეული საქმეები, რომლებიც ფერხდებოდა, იმიტომ რომ მარსი არის ჩვენი აქტიობა, საქმეები, რომლებიც კაი ხნის მანძილზე შეჩერებული და შეფერხებული იყო, ახლა შესაძლებელია, რომ განხორციელება ამათი გაცილებით უფრო ადვილი გახდეს და წარმატებების შანსიც მეტი იქნება. ეს ეხება 12-ვე ნიშნის წარმომადგენელს, ზოგადი ინფორმაცია ეს ყველაფერი, თუმცა რაღა ღრიან კალში მოძრაობს მარსი, ანუ მორიელის ანუ კარგი პერიოდი დამეწყება, გამაწვალა, ესე იგი, როგორც ვთქვით, მთვარის ბნელი მხარე ჩემში იყო შემოსული და ნუ ეს უ ნეგატიურ ხასიათზე ვიყავი. არა, ეს ნეგატიური ხასიათი ემპირულია, პიროვნულია, ყველაზე ნუ გადავით, ან თუ მორიელს ვერ იქნება ნეგატიური, შეიძლება რაღაცა პირადი ასპექტები იყოს, მაგრამ თუმცა კი, რა თქმა უნდა, ხა, როდესაც ლილიტი ყავს ნიშანში, არც თუ ისე იოლია თვითონ ნიშნის წარმომადგენლებისთვის, მაგრამ ამ წუთას ხომ მარსი შეიცვლის თავის სვლაგეს და ეს დაგეხმარებათ იმისათვის, რომ მეტი აქტიურობა გამოიჩინოთ და თქვენთ აქტიურობას შედეგები გქონდეს. ზოგადად რა მოვლენები გველოდება აი ამ კვირის განმავლობაში? საკმაოდ პოზიტიური კვირა, მინდა მსმენელი გავახარო, იმიტომ რომ კარგი მოვლენებით იქნება ეს კვირა დატვირთული, ვინაიდან ცაზეც ასეთივე პოზიტიური ურთიერთგანლაგება ექნება პლანეტებს, კერძოდ ხვალიდან უკვე რამოდენიმე ჰარმონიული ასპექტი ჩაერთვება, ეს არის ვენერასა და ნეპტუნის, იუპიტერისა და პლუტონის და მერკურისა და ურანის ურთიერთჰარმონიული ასპექტები ჩემო კარგებო. კვირის ბოლოს უკვე მერკური დასტოვებს ტყუპების ნიშანს და გადავაკირჩხიბში და როგორც ვთქვით, უკვე მარსიც იცვლის თავის სვლაგეს. და აი ამ ერთი კვირის მანძილზე წარმატება ელით გავახაროთ შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, თუ რა თქმა უნდა ისინი დაძლევენ სიზარმაცეს, ვინაიდან ამ პერიოდს ასევე ახასიათებს გარკვეული ტენდენციები სიზარმაცისაკენ, თუ ისინი დაძლევენ სიზარმაცეს, ყველა მათ ნაბიჯს ექნება რეზულტატიური შედეგები.
ბიზნესის სფერო ალბათ ძალიან საინტერესოა საქმენი კუთხით რა წარმატებები გვეღოდება. ახალი პროექტები, როგორც თქვი, წეღან ბევრად უფრო ადვილი წამოსაწყები და განხორციელებადი გახდება. მოსალოდნელია ამ სფეროში უჩვეულო ხალხთან დამეგობრებამ მოიტანოს ძალიან მაღალი რეზულტატები და ასევე კოლექტიურმა შრომამ. ანუ ინდივიდუალური მუშაობის შედეგები გაცილებით უფრო დაბალ მაჩვენებლიანი იქნება, ვიდრე კოლექტიურმა შრომამ შეიძლება მოიტანოს. ეს პერიოდი ხელსაყრელია უცხოეთთან ურთიერთობისათვის და ფართომასშტაბიანი პროექტების წამოსაწყებად. კარგი პერიოდია ასევე ესეთი შორეული მოგზაურობებისათვის ხელსაყრელი პერიოდია. აქტიური გახდება ბიზნესისათვის ამ გასული თვეების მანძილზე დაგროვილი პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა და იმ სქემებში, რომლებთაც ეს ბიზნესები მუშაობდნენ, გარკვეული კორექციის შეტანა. აი ამაში დაეხმარებათ ზემოთ რომ ვახსენე მერკური ურანის ასპექტი, რომელსაც მოაქვს ორიგინალური ხედვები, ორიგინალური იდეები, კარგი ინტუიცია და მათ მეშვეობით ადამიანი ხვდება თუ რომელი გზა იქნება მისი მომავალი წარმატებისათვის უფრო საჭირო და გამოსადეგი. ანუ ბიზნესმენებმა ეს კვირა აუცილებლად უნდა გამოიყენონ და პირად ურთიერთობებში რა პირადი ურთიერთობები ძალიან კარგი იქნება ამ პერიოდისათვის რა თვალსაზრისით, იმიტომ რომ კირჩხიბის ზოდიაქოში ემზადება გადავიდეს მერკური, ასევე კირჩხიბში უკვე მზე გვაქვს და ესე იგი ეს იქნება ძალიან კარგი ოჯახის თემისათვის. საოჯახო თემატიკა წინ მოდის. ადამიანებს სულ უფრო და მეტად აინტერესებთ თავისი ოჯახის პრობლემები, ახლობელი ადამიანების წრის მიმართული ყურადღება გაზრდილი, ასევე იზრდება რომანტიული გუნება განწყობაც. ეს უკვე ხვალიდან იქნება შესამჩნევი. აი მარსზე ვსაუბრობდით და წინა პერიოდში მარსის უკუსვლითი პერიოდი, როდესაც იყო ის წყვილები, რომლებიც იმ პერიოდში იცნობდნენ ერთმანეთს, სამწუხაროდ მათი ურთიერთობები იშვიათად გვირგვინდება ხოლმე ქორწინებით. როცა მაშინ გაიცნეს ერთმანეთი ამას გულისხმობს. აი ახალი გაცნობა, აი და მოდი სიტყვით როდის დაიწყო ეს რა პერიოდი გაგრძელდა, რომ წყვილებმა იცოდნენ, სადა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. ხო, აი დღეიდან კი არა, კვირის ბოლოდან უკვე ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში შემოვლენ, დიდი ალბათობა, უფრო მეტი ალბათობა იქნება იმ წყვილებს, რომ მენდელსონის მარშით დააგვირგვინონ თავიანთი ურთიერთობა, ვიდრე სამწუხაროდ წინა პერიოდში გაცნობილ ადამიანებს, თუმცა არაფერი არ არის გამორიცხული, პირად რუკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც არაერთხელ აღვნიშნე და ეს დღეები, აი ეს ერთი კვირა ძალიან კარგია, ხელსაყრელია, როგორც სიყვარულის ასახსნელად, ისე ნიშნობებისათვის, ქორწილებისათვის, სხვადასხვა საოჯახო დღესასწაულებისათვის. და მინდა ვთქვა, რომ კარგი პერიოდია, ახლა შვებულებების პერიოდი იწყება და მოგზაურობებისთვისაც ძალიან კარგი პერიოდია, როგორც ზევით აღვნიშნე, არა მხოლოდ ბიზნეს ეხება, განსაკუთრებით შოური მოგზაურობისათვის. იქნება ეს რომანტიული თუ დასვენების მიზნით, თუმცა ისევ ოჯახის თემა ძირითადად ყურადღების ცენტრში და სავარაუდოდ ოჯახური დასვენებების თემა უფრო აქტუალური იქნება, ვიდრე ინდივიდუალურად, როდესაც მარტო კამიდის ადამიანი. მაქსიმუმ შეიძლება მეგობრების ვიწრო წრეში გაუჩნდეს სურვილი, რომ დაისვენოს. ამ პერიოდში თვითონ მძაფრდება სურვილი, რომ ოჯახთან ერთად დავისვენოთ, თუ უბრალოდ გვირჩევთ, რომ ეს არის არა, თვითონ ესეთი მოდის ტენდენცია, მოდის, რომ ოჯახთან ერთად ადამიანების, ახლო ადამიანების წრეში სურს ადამიანს, რომ იყოს მარტო გადარჩენის სურვილი ნაკლები მითი შეიგრძნობა ხოლმე. აი ესეთია. და თუ არის რამე, რასაც უნდა ვუფრთხილდეთ. კი, რა თქმა უნდა არის. არ არის ესეთი არ
არაფერი, რასაც მეორე მხარე არ აქვს, ხო, მედალს ყოველთვის აქვს ორი მხარე. და წეღან ვახსენებ, რომ ესე იგი ნეპტუნისა და ვენერას ჰარმონიული ასპექტია თქო. ეს ხელს უწყობს რომანტიული განწყობის ზრდას, ასევე ყველაფერი იმისკენ ინტერესის ზრდას, რაც იდუმალია, რაც დაფარულია, რაც ინტრიგასთან არის დაკავშირებული. აი, აქედან გამომდინარე უკვე შესაძლოა მომრავლდნენ ის ადამიანები, რომლებიც თაღლითები არიან, ესე იოლად რო ვთქვათ, რაღაც გარკვეული ინტრიგები ხლართონ და აი ამისათვის უნდა ვიყოთ მზად. განსაკუთრებით ეს არის 27 ივნის გასაფრთხილებელი, ვინაიდან ეს ასპექტი ზუსტი ხდება ამ დღეს და ამ დღეს განსაკუთრებით ყურადღება გვმართებდა თაღლითებს, ხო, მატყუარებს, თაღლით ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ რაღაც გარკვეული ზიანი მოგვაყენონ. კიდევ გასაფრთხილებელია ჩვენი მსმენელი იმ მიმართულებით, რომ მარსი აგრესიის პლანეტაა, მარტო ლიბიდო პლანეტა არ არის და შესაძლოა ცოტა კრიმინალის ზრდასაც შეუწყოს კვირის ბოლოდან ამან ხელი. მით უმეტეს რომ შავი მთვარე ვიცით რომ უკვე აქ არის, უნდა ვერიდოთ ისეთ პოტენციურად საშიში ადგილებში ყოფნას, ღამით სიარულს, რომ რაღაცა ზიანი არ მოვაწიოთ საკუთარ თავს, რა თქმა უნდა, ხო? თუმცა ამ დღეებში კიდევ უნდა ხაზგასმით აღნიშნოთ კირჩხიბის გავლენით ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება თითოეულ ჩვენს ნათქვამ სიტყვას, ინტონაციას.